მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან კარგად ხართ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, იმისთვის, რომ ინტერესდებით ჩემთან პირადი კონსულტაციით. ძალიან მადლიერი ვარ, ჩემო ძვირფასებო, და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები, თუ თქვენს სულებს, თქვენს შინაგან სამყაროს რაღაც კუთხით დავეხმარები, რა თქმა უნდა, ინფორმაციულად, ენერგეტიკულად. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად. დღეს დავჯექი თუ არა ჩემს სამუშაო მაგიდასთან, აი ეს ლამაზი გოგონა რომ მყავს აქ და ძალიან მგავს. დღეს დავჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან და დავხუჭე თვალები და დავფიქრდი სამყარო რა თემაზე გავაკეთო დღეს გაშლა. და თვალები გავახილე თუ არა, ჩემი მზერა ავტომატურად წავიდა ჩემი გარდაცვლილი მამის და გარდაცვლილი ბებიის სურათებისკენ. და მომივიდა ასეთი გაცნობიერება. მოდი გავაკეთებ ვიდეოს ასეთი სახელწოდებით მესიჯი გარდაცვლილთა სამყაროდან. რისი თქმა სურთ ჩვენს გარდაცვლილ ადამიანებს ჩვენთვის, ჩემო ძვირფასებო. მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ისინი ჩვენ არ გვხედავენ, რომ ისინი ჩვენ იქიდან არ გულშემატკივრობენ, რომ მათ არ იციან ჩვენი ცხოვრება, ჩვენი განვლილი გზა თუნდაც მას შემდეგ, რაც ისინი აღარ გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალიან დიდი გულშემატკივრები არიან იმ სამყაროდან და ძალიან მაინტერესებს რა მესიჯი ექნებათ ჩვენთვის. რა უნდათ რომ გვითხრან. აბსოლუტურად მეგობრებო, სრულად მივყვები ჩემს ინტუიციას, ჩემს შეგრძნებებს, ჩემთვის ძალიან ემოციური გაშლა და აქედან მეგთხოვთ რომ მომიტევოთ და გაგებით მოეკიდოთ თუ რამე იქნება. ცოტა ზედმეტად ემოციური, მაგრამ დამიჯერეთ ხოლმე, რომ როდესაც ვაკეთებ გაშლას, ზოგადად ნებისმიერ საკითხზე, პირველ რიგში ამ ყველაფერს შევიგრძნობ და მერე ვცდილობ, რომ შესაბამისი სიტყვები მოვძებნო, რომ სწორად გადმოგცეთ. და განსაკუთრებით დღეს ისეთი გაშლა გვაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ემოციური იქნება ყველასთვის. მოდი ვნახოთ. რისი თქმა სურთ ჩვენთვის, ჩვენს გარდაცვლილ ადამიანებს ახლა. დახუჭეთ თვალები. გაიხსენეთ თქვენი ძვირფასი ადამიანები, ისედაც ყოველთვის გვახსოვს ჩვენ ისინი, მაგრამ იფიქრეთ მათზე. გააკეთეთ კონცენტრაცია. კითხეთ, რისი თქმა გსურს ჩემთვის? რისი თქმა გსურს ჩემთვის? და შემდეგ დავიწყოთ გაშლა. რისი თქმა სურთ ჩვენთვის? პირველი ვარიანტი.
მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. და მეოთხე ვარიანტი. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სხვადასხვა ადამიანი თითო ვარიანტზე მეგობრებო, მოდი ესე გავაკეთოთ. შეიძლება ერთ კონკრეტულ ადამიანზე ჩაიფიქროთ ერთიც და რამდენიმეც. და ასევე შეგიძლიათ რომ ვარიანტებს სათითაოდ ასე ვთქვათ თითო ვარიანტზე თითო ადამიანი ჩაიფიქროთ. და შეგიძლიათ ვთქვათ აირჩიოთ ერთი ადამიანიც, ოღონდ აირჩიოთ ორი ვარიანტი და ორივე იყოს იმ ერთ გარდაცვლილ ადამიანზე. ეს თქვენი არჩევანია. ეხლა დავხუჭავ თვალებს და მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრებ. დავიწყოთ მეგობრებო. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. იმედია ავირჩიეთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი. რისი თქმა სურს თქვენ მიერ ჩაფიქრებულ გარდაცვლილ ადამიანს თქვენთვის ახლა. ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში ადამიანი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, გეუბნებათ ამას. გეუბნებათ, რომ ძალიან დარდობს თქვენს ემოციებზე, თქვენს შფოთვებზე, თქვენს ნერვიულობებზე, თქვენს ცრემლებზე, ტირილზე, გეუბნებათ, რომ ძალიან ენატრებით, მაგრამ როდესაც გხედავთ ცრემლიანს და გაუბედურებულს, ის ძალიან წუხდება ამით. ძალიან მძიმედ არის ამის გამო. ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ მე შენ ძალიან მიყვარდი. ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ უბრალოდ მისი წასვლის დრო მოვიდა და მადლობას გიხდით. მადლობას გიხდით იმ ბედნიერი წლებისთვის, რომელიც თქვენ გაატარებინეთ მას. იმ ბედნიერი წუთებისთვის, რომელიც თქვენ აჩუქეთ მას თავისი ცხოვრების გზაზე. ის გიყურებთ, ის გულშემატკივრობთ, ის უბრალოდ სხვა ადგილას არის, მაგრამ არის კარგად. სულ ზემოდან გიყურებთ, სულ ზემოდან გიყურებთ. ნახეთ ჩიტი, რომელიც ზემოდან ქვემო მიმართულებით მოფრინავს. ის ყოველთვის მოდის თქვენთან, ყოველთვის გიყურებთ, იმიტომ რომ უყვარხართ, ენატრებით და ძალიან უნდა თქვენი ბედნიერად ყოფნა. მაგრამ როგორც ვგხედავთ, აცრემლიანებულს,
ეს თასების ტუზია მეგობრებო, ეს თასები ზოგადად ემოციებია და ტუზი როგორი ემოციებია ხო წარმოგიდგენიათ და როდესაც გხედავთ რომ ზე ემოციებში ხართ, ძალიან ბევრ ტირით, დარდობთ, ნერვიულობთ. როცა ამას ხედავს ის ამას განიცდის, იტანჯება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ძვირფას ადამიანებს საერთოდაც არაფერში არ სჭირდებათ ეს ცრემლები, ეს დარდი, ეს თქვენი ტკივილი. მათ უნდათ რომ იქ უნდათ რომ თქვენ მშვიდად და ბედნიერად იყოთ. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი მთავარი მესიჯი არის სწორედ ეს. უყვარხართ, ენატრებით, ხშირად მოდის თქვენს სანახავად, მაგრამ გთხოვთ ეს ადამიანი, რომ შეწყვიტოთ მის გამო ტირილი და შეწყვიტოთ მის გამო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ყოფნა. რადგან ძალიან იტანჯება ამით. უყვარხართ, კიდევ ერთხელ გეუბნებათ, უყვარხართ ძალიან და აუცილებლად თავისი ენერგიით, თავისი ძალებით ის გეხმარებათ იმ სამყაროდან, რომელ სამყაროშიც არის. ყველანაირი გზით და შესაძლებლობით მოდის თქვენთან. მოდის. გჩუქნით ენერგიას, განუგეშებთ, ოღონდ ისე რომ ამ ყველაფერს თქვენ ბუნებრივია ვერ ხედავთ, მაგრამ ნიშნები მაინც იქნება ჩემო ძვირფასებო. ის ყოველთვის გეხმარებათ, იცოდეთ. და ნუტირით, ნუშფოთავთ, ეს მას ძალიან ამძიმებს და უშლის ხელს იმაში, რომ თვითონაც მშვიდად და ბედნიერად იყოს იქ, სადაც არის. იქ, სადაც არის. კიდე რამის დამატება ხომ არ სურს პირველ ვარიანტს თქო ჩავიფიქრე და მოვიდა თასების 10-იანი. ერთადერთი რაც პირველი ვარიანტის წარმომადგენელს უნდა და გეუბნებათ რომ პირად ცხოვრებას მიხედოთ, თუ მარტო ხელები ხართ, ძალიან უნდა რომ ყავდეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, გქონდეთ თქვენი ოჯახი და იყოთ ბედნიერი და თუ უკვე ყავთ ოჯახი, ამ შემთხვევაში გეუბნებათ, რომ თქვენს ოჯახის წევრებზე იზრუნეთ, თქვენს მეუღლეზე, მეორე ნახევარზე, თქვენს შვილებზე იზრუნეთ. აუცილებლად, ძალიან უნდა რომ ბედნიერი გნახოთ ოჯახი, თქვენს ოჯახზე აქ ლაპარაკი. ძალიან უნდა რომ ბედნიერი გნახოთ თქვენი ოჯახით, თქვენი საყვარელი მეორე ნახევრით და თქვენი ძვირფასი შვილებით. ძალიან უნდა. ეს არის პირველი ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო. იმედი მაქვს, რომ მიიღეთ გარკვეული მესიჯები, რაც გაინტერესებდათ. მადლობა. გადავიდეთ, მოდი მეორე ვარიანტზე, რისი თქმა სურს თქვენ მიერ ჩაფიქრებულ გარდაცვლილ ადამიანს თქვენთვის. ეს ადამიანი ასე დაიწყებდა. ჩემო პრინცესა, ჩემო ულამაზესო, უმშვენიერესო, ჩემო დედოფალო, ჩემო ტკბილო, ძლიერო, ღირსეულო, როგორ ვამაყობ შენით, შენ ვერც კი წარმოგიდგენია. შენ ჩემი გოგო ხარ. შენ ჩემი გოგო ხარ. ყველაზე ლამაზი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე დიდებული. შენ ხარ ნამდვილი დედოფალი, იმპერატრიცა. ყველაზე საუკეთესო
ქალბატონი, ვინც კი ყოლია მას ცხოვრებაში მნიშვნელობა არ აქვს მეუღლე ბრძანდებით, შვილი ბრძანდებით, დაბრძანდებით. თუ ვინ, მაგრამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით ახლა ვკითხულობ ქალბატონებისთვის, მამაკაცებზე ცალკე ვიტყვი. ვინც ქალბატონები ხართ, გეფერებათ, ამაყობს თქვენით. თქვენ მისთვის და მის თვალში ხართ უძლიერესი, პრინციპული, მებრძოლი, ამავდროულად ნაზი, საყვარელი, ლამაზი, თბილი, უმშვენიერესი სხეულით, უმშვენიერესი სახით, გარეგნობით. გეფერებათ და უნდა იმის თქმა, რომ თქვენ მის ცხოვრებაში იყავით განსაკუთრებული ქალი. ეხლა რისი თქმა მინდა? ყველა მამაკაცისთვის ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალი. პირველი, რომელმაც 9 თვე მუცლით ატარა და გააჩინა, ანუ დედა, მშობელი. მეორე, მთელი თავისი ბავშვობის განმავლობაში ვის ხედავდა როგორც აღმზრდელს, როგორც მშობელს, ხო შეიძლება ვინც გააჩინა, იმან დედობა ვერ გაუწია, მაგრამ გაზარდა მაგალითად ბებიამ, დამ და ასე შემდეგ. შემდეგ, შეყვარებული. ოღონდ შეყვარებული შეიძლება 20 ყავდეს ადამიანს, მაგრამ იმ 20-დან აუცილებლად იქნება 1 ან 2 მისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი. ანუ მისთვის მნიშვნელოვანი ქალი. ცოლი და რა თქმა უნდა შვილი, გოგონა. ან შვილები, რა მნიშვნელობა აქვს. ესენი არის მამაკაცისთვის მნიშვნელოვანი ქალი ფიგურები მის ცხოვრებაში. ხო? აქედან გამომდინარე თქვენ ერთ-ერთი ხართ მისთვის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ან ცოლი, ან შვილი, ან და ან ასე შემდეგ. და ის ზუსტად ამას ამბობს, რომ თქვენ მის ცხოვრებაში იყავით განსაკუთრებული ქალი, განსაკუთრებული არსება. ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყვარელი. და როდესაც ის ახლა გიყურებთ, ჩემო ძვირფასებო, ეს ხო არის კითხვა, რომ ახლა რისი თქმა სურს თქვენთვის. ახლა უნდა რომ კომპლიმენტებით აგავსოთ. უნდა გითხრათ, რომ ღმერთო როგორ გაიზარდე, როგორი ლამაზი ხარ, როგორი მშვენიერი ხარ, როგორი ქალური ხარ, როგორი თან ძლიერი ხარ, ყველაფერია შენში, რაც ღირსეულ ქალს უნდა ჰქონდეს. შენ ნამდვილი პრინცესა ხარ, ნამდვილი დედოფალი, იდეალური ქალი. ამის თქმა უნდა და ამაყობს თქვენით. თქვენ ახლა ხართ ის ქალი, ის რომელიც მის აღქმაში, როგორც კაცის აღქმაში არის ძალიან განსაკუთრებული, თავისი ღირსებით, თავისი ღირებულებებით, გარეგნობით, სილამაზით, ენერგეტიკით, ღიმილით, ქცევით, საქმით, ყველაფრით და ის ამაყობს იმით, რომ მის ცხოვრებაში იყავით მნიშვნელოვანი ფიგურა. კიდევ რისი თქმა სურს თქვენთვის? იმპერატრიცა გასაგებია მოკლედ, რომ გაქებთ, გადიდებთ, ამაყობს თქვენით და მიაჩნიხართ ქალების ქალად რა. და თქვენ შეიძლება გეუბნებათ ესეთ რაღაცას, რომ თქვენ შეიძლება ამ ეტაპზე ვერ აფასებდეთ თქვენს თავს სათანადოდ, მაგრამ დამიჯერეო, რომ შენო იდეალური ქალი ხარო.
ამას გეუბნებათ და ამაზე რატომღაც აქცენტს გიკეთებთ იმაზე, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი, სრულფასოვანი, იდეალური ქალი. აი ამაზე გიკეთებთ აქცენტს. რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ქალი კი არა ხართ, იმპერატრიცა ხართ. ტაროს სამყაროში იმპერატრიცა არის ქალი, რომელიც ყველა სხვა ქალზე მაღლა დგას. და ზუსტად ამის თქმით შეიძლება სურდეს, ხო, რომ თქვენო ჩემს ცხოვრებაშიო ყველა ქალზე მაღლა იდექი ყოველთვისო, ჩემთვის ნომერ პირველი შენიყავიო. კი ბატონო. კიდევ რისი თქმა გსურს აბა? ახლა. რომ იბრძოლო, რომ გააკეთო ყველაფერი, რაც მიზნად გაქვს, რომ ყველაფერი გამოგივა აბსოლუტურად, რომ ხარ უძლიერესი და შენ ყველაფერს შეძლებ და რომ ის იქიდან თავისი ენერგიით აუცილებლად ბოლომდე დაგიდგებათ გვერდით და ბოლომდე დაგეხმარებათ. ის გეუბნებათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველა თქვენს ჩანაფიქრს მიაღწიოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველა სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ და ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს მიახლა ფიზიკურად შენ გვერდით ვარ თუ არა და მხედავ თუ არა, მაგრამ იცოდე იმაზე მეტად გეხმარები და დაგეხმარები აქედან, ვიდრე მაშინ დაგეხმარებოდი შენ გვერდით რომ ყოფილიყავიო. აი ამას გეუბნებათ. გეუბნებათ, რომ ირწმუნოთ თქვენი ძალების, იბრძოლოთ ბოლომდე, მიაწექით ბოლომდე ცხოვრებაში, მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ და ყოველთვის დაგიცავ, ყოველთვის დაგეხმარები ჩემი ენერგეტიკითო. იმაზე მეტად დაგიდგები გვერდით, ვიდრე ფიზიკურად ცოცხალი რომ ყოფილიყავი, მანდ რომ დაგდგომოდიო. გეფერებათ ძალიან ბევრს ხალხო, მოფერების და სიყვარულის ენერგიას ვიღებ უსაზღვროს. გეფერებათ, პირდაპირ მნიშვნელობით გეფერებათ. ჩემი ლამაზი, ჩემი მშვენიერი, ჩემი თბილი, ტკბილი, უმშვენიერესი, უძლიერესი, პრინციპული, მებრძოლი, ზუსტად ისეთი, ზუსტად ვინც გინდა იყოთ, რა როლიც გინდა გქონოდათ მის ცხოვრებაში, თქვენზე უკეთესი ვერავინ ეყოლებოდა იმ როლში. ამას გეუბნებათ. თუ შვილი ხართ, გეუბნებათ, რომ მე თავიდან რომ შემეძლოს, ისევ შენ დაგირჩევდი შვილად, რომ შენზე მაგარი შვილი მე ვერასდროს მეყოლებოდა სხვა. თუ ცოლი ხართ, იგივეს გეუბნებათ, რომ თქვენზე კარგი ცოლი მას ფიზიკურად ვერავინ გაუწევდა ასეთ ღირსეულ და ასეთ კარგ ცოლობას, როგორიც თქვენ ბრძანდებოდით მისთვის და მადლობას გეუბნებათ ამისთვის. მნიშვნელობა არ აქვს დედაც რომ იყოთ. გაქებთ ხალხო, გაქებთ, გადიდებთ, გეხმარებათ და დარწმუნებულია თქვენს ძალებში და გეუბნებათ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება და თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, ყველაფერი გამოგივათ. თუ ხართ მამაკაცები, რომლებიც ამ გაშლას უყურებთ, ხო? ამ შემთხვევაში პირველი მესიჯი რაც იქნება ის, რომ აქცენტს გიკეთებთ მეორე ნახევარზე, რომ კარგი იქნებოდა თუ დასაქორწინებლები ხართ, იზრუნოთ თქვენი ნამდვილი მეორე ნახევრის პოვნაზე და დაოჯახებაზე. და სხვა შემთხვევაში კი გეუბნებათ, რომ ის ადამიანი იქიდან ძალიან ბევრს გეხმარებათ, ძალიან ბევრს გეხმარებათ და გლოცავთ იქიდან. ეს არის ჩემო ძვირფასებო მეორე ვარიანტი. მადლობა. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს, რას გეუბნებათ გარდაცვლილთა სამყაროდან თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი.
რას გეუბნებათ? საინტერესო, ამას უნდა დავამატო. რას გეუბნებათ მესამე ვარიანტის წარმომადგენელი? წარმომადგენლებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, გარდაცვლილი ადამიანი. კიდევ დამიკონკრეტე რა ერთი არკანით. გასაგებია. გასაგებია. ერთი არკანით მეთქი და 4 ამოვიღე. გასაგებია. კიდე მაინც რაღაც ამბებს მიყვება და უნდა დავამატებინო. კი ბატონო. ხო, აქ ძალიან საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა, მეგობრებო. თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი გეუბნებათ პირდაპირ რომ ნუ იქნებით რკინის ქალი. მოკლედ რკინის ქალობა სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს აქაც. ერთი წამით. მესამე ვარიანტის ნახე როგორი რაღაც არის. კი ბატონო. მოკლედ ესეთი სიუჟეტი გამოვიდა. თქვენ ცხოვრებამ გამოგაწრთოთ და ჩამოგაყალიბათ რკინის ქალად. ძალიან მკაცრ, ცივ, მებრძოლ, ხისტ ადამიანად. შეიძლება ეს სულაც არ წერია თქვენს ბუნებაში, ანუ სინამდვილეში ასეთი სულაც არ ახართ, მაგრამ სწორედ ამ ადამიანის დაკარგვის შემდეგ მოგიწიათ, რომ გამხდარიყავით ასეთი შეუპოვარი და მებრძოლი. ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულწილად ზურგიც დაკარგეთ. ხო. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ იქნება ესე, მაგრამ დიდი ალბათობით ესეა. ყოველ შემთხვევაში თქვენ მიერ ჩაფიქრებული გარდაცვლილი ადამიანი აქცენტს აკეთებს თქვენს ბასრ ენაზე, מחვილ გონიერებაზე, პრინციპულობაზე და გეუბნებათ ერთ რამეს. ეს ყველაფერი რომ გამოიმუშავე, კი არის ძალიან კარგი, რომ გახდი მებრძოლი, გახდი ძლიერი, გახდი ასეთი, ისეთი, ასე ვთქვათ, თავს არავის დაუხრით და იცით თქვენი საზღვრები, იცით თქვენი უფლებები და იცით რა არის თქვენთან მიმართებაში სწორი და არასწორი და ეს ძალიან კარგია და ეს მშვენიერია, მაგრამ ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ მისთვის უკეთესი იქნება თუ თქვენ ეს არ ეხება ეხლა რა თქმა უნდა დაქრუებულ ადამიანებს, ახლა სწორად გამიგეთ რა, ახლა თქვენი გარდაცვლილი ქმარი არ გეტყვით, რომ ჩემო ცოლო ადეთი გათხოვდი ეხლა, მის ბედნიერს მინდა გხედავდე. ხო, ახლა რა სისულელი არის, ამას კი არ გეუბნებათ ხალხო, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც არის, თუ ხართ მაგალითად შვილი და мама გარდაგეცვალათ, ხო? ან რა ვიცი, დედა გარდაგეცვალათ და ამ ხელა დანაკლისმა თქვენ ჩამოგაყალიბათ ძალიან რკინის ქალად, იმიტომ რომ ზურგს და დაცულობას ვეღარ გრძნობდით მშობლის გარეშე და ძალიან ხისტი და პრინციპული გახდით, თქვენი მშობელი გეუბნებათ იმას, რომ ეს ასეთი რო გაგხადა ცხოვრებამ, კი ძალიან კარგია რომ ძლიერი ხარ და ადამიანებს თავს არ დაუხრი, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნები თუ შენ შექმნი ოჯახს, შენ გეყოლება შენი მამაკაცი გვერდით და ეს კონფლიქტური სიტუაციები, ეს ხალხთან გარჩევა, გამორჩევები და რაღაცები შენთვისო დროის ჭამა და დროის უაზროდ გაყვანა არისო და კარგი მე გამიხარდებოდაო ისო, რომო რაღაც დახმარება და რაღაც წყალობა უნდა მოვიდეს ვიღაც ადამიანის მხრიდან, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობასთან არის, ასე ვთქვათ, დაკავშირებული და თქვენი ეს სტაგნაციური და გაჩერებული მდგომარეობა, რომელიც გაშფოთებდათ და განერვიულებდათ, აუცილებლად დაგვირგვინდება სიხარულით და მოკლედ გაფრთხილებთ, რომ
აქ რამდენიმენაირი მესიჯი ამოვიდა. მოკლედ გეუბნებათ იმას, რომ კონფლიქტები, ესენი რა ქვია, დაძაბულობები, ეს რთული პერიოდები ძალიან მალე დასრულდება ეგერთი. აუცილებლად იქნება ფინანსური დახმარება ვიღაცისგან, შეიძლება რაღაც გაყიდოთ და ფინანსურად ამოისუნთქოთ მაგალითად, ან დიდი რაოდენობით შემოსავალი შემოგივიდეთ და მთელი ამ წლების განმავლობაში რომ იყავით რაღაცა სტაგნაციურ, გაყინულ, გაშაშებულ მდგომარეობაში, რომ ვერაფერს ვერ აკეთებდით არა და თქვენ შემოქმედი ადამიანები ბრძანდებით და ამის გამო რომ ძალიან ღელავდით და ძალიან განიცდით და შფოთვებში იყავით, გეუბნებათ რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე ალაგდება და ძალიან მალე სიხარულით და ბედნიერებით შეგეცვლებათ ცხოვრებაში. ამიტომ ნუ იქნებით რაღაც აი ძალიან ბევრი არ იფიქროთ რა, ამ ფიქრსაც გადამეტებული ფიქრიც მართლა კოშმარი არის რა, მე აკვიატებულ ფიქრებში გადადის და მე უსასრულო წრეზე ტრიალებთ. ბევრი აღარ იფიქრო გეუბნებათ. ნუ შფოთავო, ნუ ნერვიულობო, აი პირდაპირ მნიშვნელობით მე არ ვიცი ხა ეს ადამიანი ხშირად იყენებდა თუ არა ამ სიტყვას, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ამ გაშლის მიხედვით გეუბნებათ, რომ დაიკიდეთ რა, ყველაფერი დაიკიდეთ. და გეუბნებათ, რომ აღარ გინდა ამ რაღაცა გაუთავებელ კონფლიქტებში ენერგიების დახარჯვა და მართლა ჭიღრ-პღრ ბანძარსებებთან კინკლაობა, უბრალოდ დაიკიდეთ, უბრალოდ გაუშვით, იცოდეთ, რომ ძალიან მალე ფინანსური კეთილდღეობა შემოგდით, რომელიც მოგცემთ სრულიად ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას და გეუბნებათ, რომ სულ მალე იქნებით სიმშვიდეში, კომფორტში, სიამტკბილობაში და ბედნიერებაში. ვინც მარტო ხელები ხართ, ხო? გეუბნებათ, რომ ფინანსურადაც დატკბები და გაიხარებ და შენი ოჯახიც გექნება ძალიან მალე. მეუღლე, შვილებიც გეყოლება, შენი ოჯახი გექნება, აი სამშვიდობოს იქნები და შენს ოჯახთან ერთად გაიხარებ. ამას გეუბნება. მოკლედ გამშვიდებთ პირველ რიგში ეს ადამიანი და გეუბნებათ, რომ ახლა კი ხარ ხმლების დედოფალი და კი მოგიწია უდიდესი პრობლემების და უდიდესი ტანჯვის გადატანა, მაგრამ დაიკიდე რა, ეს ყველაფერი დაიკიდე, გაუშვი, იმიტომ რომ წინ უკვე მოდის ფინანსური კეთილდღეობა და სტაბილურობა და სრულიად ახალი ცხოვრება თქვენთვის კომფორტულ მეორე ნახევართან ერთად. ამას გეუბნებათ. და ძალიან წუხს და ძალიან დარდობს იმაზე და ძალიან შფოთავს იმაზე, რომ ამდენი ნერვიულობა, ამდენი ტანჯვა და ამდენი ნეგატივი გადაიტანეთ. ძალიან ესეთი ადამიანების გამო, რომლებიც რატომღაც მაშინ გეცნენ ყველაზე მეტად, როცა ეს ადამიანი დაკარგეთ. ძალიან შფოთავს და ძალიან დარდობს ამის გამო. ამაყობს თქვენით, რომ ხართ პრინციპული და მებრძოლი, მაგრამ გეუბნებათ, რომ უკვე დროა, რომ ფეხზე დაიკიდო ეგ არსებები და აი არ მინდა ეხლა რა ვიუზრდელო, მაგრამ აი მიხვდებით რა, აი მოაშორეთ თქვენი ცხოვრებიდან. მოაშორეთ თქვენი ცხოვრებიდან, გაუშვით თავიანთ გზაზე ეს უაზრო არსებები. თქვენი ოჯახი და თქვენი სიმშვიდე აუცილებლად გექნებათ. თუ ესე იგი ხართ ქვრივი და თქვენს მეუღლეზე არის აქ ლაპარაკი, მაშინ თქვენი მეუღლე გეუბნებათ იგივეს, ოღონდ გეუბნებათ, რომ თქვენს შვილებთან ერთად ცალკე გაიხარებთ და ტოქსიკურ ადამიანებს მოსცილდებით. და ამიტომ ნუ ღელავთ, ნუ შფოთავთ, ფინანსური კეთილდღეობაც შემოვა და ყველაფერი იქნება ძალიან კარგადო. ამას გეუბნებათ. მოკლედ, მესამე ვარიანტების წარმომადგენლებისთვის იყო ჩემო ძვირფასებო სრული პროგნოზი. არ ვიცი, პირდაპირ პროგნოზი დაგიდოთ, რომ პირველ რიგში რაც გამოჩნდა, მართლა ეს იყო დიდი ფინანსური შემოსავალი, მეორე ის, რომ ყველა ფეხზე დაიკიდე, იმიტომ რომ ის ადამიანები საერთოდ არაფერში აღარ გჭირდებიან, არც მაგაცე ფიქრი არაფერში აღარ გჭირდება, აი საერთოდ მომავალში ესენი არ გჭირდებიან, არც როგორც ადამიანები, არც როგორც ახლობლები, არც როგორც ნათესავები, არც როგორც მეგობრები, ვისზეც არის ლაპარაკი მოკლედ, ხო? საერთოდ არაფერში არ გჭირდებათ. ეს არსებები და ამიტომ რატომ უნდა დაკარგოთ მათთან კინკლაობაში და მათზე ფიქრში დრო, ამას გეუბნებათ. დაიკიდეთო ყველაო, ანუ ყველა მათგანი დაიკიდეო და დაელოდეო ამ ფინანსურ წყალობასო და აუცილებლად ვინც მარტო ხელები ბრძანდებით და
მოკლედ აპირებთ ანუ არ დაუჯახებულ ხართ სიტყვაზე ან დაუჯახდით და შვილი ხართ, რა ვიცი, ნათესავი ხართ, დახართ და ასე შემდეგ და თქვენი ოჯახი არ ყავთ, გეუბნებათ რომ დაუჯახდები და თქვენს მეორე ნახევართან და შვილებთან ერთად იქნებით მშვიდად, ჰარმონიულად, ბედნიერად, ცალკე ყველა უაზრო ადამიანისგან შორს. ხოლო თუ მეუღლეები ბრძანდებით, ანუ ქვრივები ხართ ამ შემთხვევაში გეუბნებათ რომ მე ყოველთვის შენთან ვარ, მე ყოველთვის გეხმარებით, ამ ტოქსიკურ გარემოს მალე დააღწევთ თავს, ფინანსურად ძალიან დიდი სტაბილურობა და სიმდიდრე და სიუხვე შემოვა, იმიტომ რომ აქ პენტაკლების ტუზია დიდი ფინანსური შემოსავლები და აუცილებლად დააღწევ თავს მაგ უაზრო ტოქსიკურ გარემოს და ჩვენს შვილებთან ერთად გაიხარებ. მოკლედ ეს არის ძალიან სასიამოვნო პროგნოზი დაგიდოთ მესამე ვარიანტის წარმომადგენელმა თქვენ მიერ ჩაფიქრებულმა გარდაცვლილმა ადამიანმა. მადლობა მესამე ვარიანტს და ახლა უნდა გადავიდე მეოთხე ვარიანტის წარმომადგენელზე. იშვიათად ვამატებ ხოლმე მეოთხე ვარიანტს შემოწირფესება, მაგრამ დღეს აი მართლა აი თავისით ამოვიდა ეს მეოთხე ვარიანტი, აი რაღაცნაირად პირდაპირ გულმა არ მომითმინა და მეოთხე ვარიანტი, ესე იგი საჭირო იყო ეს მეოთხე ვარიანტიც და აბა ვნახოთ. მეოთხე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა, რას გეუბნებათ თქვენ მიერ ჩაფიქრებული გარდაცვლილი ადამიანი. რატო ვიხრჩობინეტა? რას გეუბნებათ თქვენ მიერ ჩაფიქრებული გარდაცვლილი? ხალხო. მართლა ისა ან კვამლით, ან ხანძარი, ან რაღაც ეგეთი თქვა არ გარდაიცვალა, იმიტომ რომ ის მაქვს სპაზმი დამეწყო, ვიხუთები, ვეღარ ვსუნთქავ. რაღაცა უბედური შემთხვევა მოხდა. რაღაცა უბედური შემთხვევაა, ხო? კრიჭა შემეკრა. ღმერთო. ერთი წამით. მოკლედ, არ მინდა ეხლა რომ გული გატკინოთ ვინმეს, მაგრამ ვინც ჩაიფიქრეთ მეოთხე ვარიანტის წარმომადგენლები შემოწირფესებო, ამ ადამიანმა მართლა ძალიან ბევრი იწვალა გარდაცვალებამდე. ძალიან მწარე სიკვდილით გარდაიცვალა. ძალიან მწარე სიკვდილით გარდაიცვალა. და მგონია რომ რაღაც ახალ გარდაცვლილ ადამიანთან მაქვს ასე ვთქვათ საქმე, იმიტომ რომ იმიტომ რომ მოულოდნელი დარტყმა იყო, აი მოულოდნელი ტრაგედია იყო და ბოლო პერიოდში მოხდა ეგ ამბავი, ბოლო პერიოდში მოხდა, ანუ ამ გარდაცვლილ სულს ჯერ გააზრებული არ აქვს ხალხო, მის სულს ჯერ გაცნობიერებული არ აქვს და თვითონვე არ აქვს გადატანილი ეს გარდაცვალების პროცესი, ხვდებით? ამიტომ ეს ადამიანი ფიზიკურად ვერაფერს ვერ გეტყვით. ვერაფერს ვერ გეტყვით. გარდა იმისა, რომ თვითონაც თავზარდაცემულია, თვითონაც არ ელოდა და თვითონაც მისი სული არის სრულ გაურკვევლობაში, რომ რა ხდება მის თავს. და რატო ამომყვა ახლა ეს მეოთხე ვარიანტი? რატო ამომყვა ისე, რომ აი ღმერთო, აი ახლა ცუდად ვარ ჩვეულებრივად. რატო ამომყვა? იმიტომ რომ ვინც ჩაიფიქრეთ მეოთხე ვარიანტი, ამ სულს სჭირდება თქვენი დახმარება. ილოცეთ მისთვის. ილოცეთ მისი სულისთვის, გადაუხადეთ რას ეძახიან პანაშვიდი თუ პარაკლისი, წადით ეკლესიაში გადაუხადეთ, ილოცეთ მისი სულისთვის. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ მისი სულისთვის, ან გაჭედილია მისი სული, ან ხო თავი ხო არ მოიკლა, ვაი მე ხარ ვიცი, ძალიან საშინელ ენერგიებში ვარ და რა გავაკეთო? კარგი. ერთი წამით.
მოკლედ იტანჯება ეს სული. იტანჯება სული. მოხდა უბედურება, პირდაპირ მნიშვნელობით ეს არ იყო ჩვეულებრივი სიკვდილი. რო ადამიანი ავადმყოფობდა, რაღაცა სჭირდა და გარდაიცვალა. ეს რაღაცა მოულოდნელობასთან არის დაკავშირებული. ეს იყო რაღაცა ან შეჯახება იყო, ან ვარდნა იყო, ან კოცონს ხედავ რა, ცეცხლს ხედავ, ან რაღაცა ეგეთი იყო, ან ჩამოვარდნა იყო, ან თვითმკვლელობა იყო. რაღაცა უბედური მოხდა ამ შემთხვევაში, აი სრული კოშმარი მოხდა და სული იმდენად ცუდად არის, იმდენად გაჭედილია, რომ თვითონ სადაა ახლა გეხვეწები ამ სულს პირველ ვარიანტზე რომ ვილაპარაკე მეორეზე და მესამეზე რომ თქვენზე ფიქრობს და ესე იგი ნახე სულმა რომ თქვენზე იფიქროს და თქვენთან მოვიდეს როგორც პირველ ვარიანტში იყო აგერ გინაცვალე ჩიტი რომ მოფრინდა და ჩიტის სახით რომ მოფრინდა და რაღაცა გიყურებთ და გნახულობთ აგერ მეორე ვარიანტში რომ ჩემო ლამაზო ჩემო მშვენიერო ვამაყობ შენითო აგერ მესამე ვარიანტში რომ ნუხარო ესეთ ენერგიებშიო პირადი ცხოვრება წინგელოდება ყველაფერი კარგად იქნებაო სამივე ვარიანტის შემთხვევაში ეს სულები ჩემო ძვირფასებო ამ სულებს აქვთ იმხელა ძალა და იმხელა ენერგია და იმხელა სიმშვიდე და კომფორტი და ისე კარგად გრძნობენ თავს რომ ამ სულებს შესწევთ იმისი უნარი რომ თავის მონაგარზე თუ თავის ძვირფას ადამიანებზე, რომლებიც ამ პლანეტაზე დარჩა, მათზეც იფიქროს, ისინიც მოინახულოს და მათზეც იზრუნოს. და იქ მათი მომავალიც იციან და მათი ამჟამინდელი მდგომარეობაც და გეფერებიან და გკოცნიან და რა ვიცი, ნუ დარდობ, ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ გეუბნება პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი გეუბნება, რომ ჩემო ლამაზო როგორი მშვენიერი ხარ. მესამე ვარიანტი გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად გექნება. ნახეთ, რა ამხელა განსხვავებაა, ხო? ესე იგი, და მეოთხე ვარიანტი ხალხო, იმდენად გაჭედილია და იმდენად ვერ გამოვიდა ჯერ მისი სული ამ გარდაცვალების პროცესიდან. თქვენზე ფიზიკურად ვერც იფიქრებს ეს სული, ვერც იფიქრებს. დაუნთეთ ხალხო სანთელი, გადაუხადეთ პანაშვიდი თუ გადაუხადეთ პარაკლისი, რაც ქვიათ, წადით მამაოსთან. არ ვიცი რომელი სარწმუნოების წარმომადგენლები მიყურებთ, მაგრამ თქვენ სარწმუნოებაში როგორც ხდება, ისე ილოცეთ და იზრუნეთ მისი სულისთვის. გაჭედილია ეს საწყალი, გაჭედილია ეს სული. გაჭედილია. ვერ გადავიდა იქ სიმშვიდეში და იმ ნეტარებაში ვერა, სადღაც გაჭედილია. ვერაფერს ვერ გეუბნებათ. ეს სული არ გეუბნებათ არაფერს, არც თქვენს იმაზე, რა ქვია, მომავალ ცხოვრებაზე და პროგნოზებს არ გიკეთებს, რომ ასე იქნება, ისე იქნება. არც მოფერება ჩანს აქ, არც მონატრება ჩანს. აქ ჩანს ის, რომ თვითონ სული არის თავზარ დაცემული იმით, რაც მას დაემართა. და ჯერ სული არ არის, აი, როგორ გითხრათ, სიმშვიდე არ აქვს მოპოვებული მის სულს. იტანჯება, სრულ გაურკვევლობაშია და კიდე ერთხელ ვამბობ. ერთ შემთხვევაში ეს იქნება სული, რომელიც ახალი გარდაცვლილია, აი თვეების მაგალითად, არ ვიცი, მაქსიმუმ 1 წლის და არა მგონია რა, ძალიან თვეების და ძალიან მცირე პერიოდის და გარდაიცვალა, სრული, აი მოულოდნელი ბუმ და გარდაცვალება იყო რა. ხო რა, სრული მოულოდნელობა, ეს არ იყო ჩავარდნა და რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა. რაღაცა მოხდა აქ. ეგ ერთი და მერე მეორე, რომც იყოს გარდაცვლილი, თუნდაც 10 წლის და 15 წლის და 20 წლის, მის სულს არ აქვს მოპოვებული სიმშვიდე. არ აქვს მოპოვებული სიმშვიდე. სული იტანჯება. როგორც არ უნდა გარდაცვლილიყო, კიდე ერთხელ ვიმეორებთ, ბევრი ხართ, სხვადასხვა რაღაცა იქნება, მეტყველების უნარი დამეკარგა მართლა. როგორც არ უნდა მომხდარიყო. როგორც არ უნდა გარდაცვლილიყო, სული არ არის კარგად. მას სჭირდება ზრუნვა ამ სამყაროდანაც. რაც შეგიძლიათ ყველაფერი გაუკეთეთ. შეგიძლიათ გაუკეთოთ საჩუქრები, მის სახელზე გასცეთ რაღაცა წყალობა. აი ადრე მახსოვს ერთ სამსახურში ვმუშაობდი და ყოველ დღე შემოქონდა ხოლმე ქალს ისინი რა ქვია, გამხმარი პური რო არის რა ქვია მაგას.
ეგენი შემოქონდა ხოლმე, ხა ვინ ჭამდა იმას, ხო? რა თქვინდოდა, ხო? ვინ შეჭამდა იმას, მაგრამ ის რაც კი შეეძლოდა, რის საშუალებაც ჰქონდა, იმას გასცემდა თავისი შვილის სახელზე და რა თქმა უნდა, ეს სწორი ფორმა არის. რისი შესაძლებლობაც გააქვთ, ის მაინც გაეცით ხალხო, მის სახელზე გააკეთეთ რაღაცა სიკეთე გააკეთეთ მის სახელზე, დაუნთეთ სანთელი, ილოცეთ, ელაპარაკეთ, აი შეგიძლიათ რა გააკეთოთ, იცით? აი მე რო მაგალითად ახლობელი რო გარდამეცვალა, ხა მამაზე არ არის აქ ლაპარაკი, ხალხო, მამა რო გარდამეცვალა, მაშინ მთლად თითქმის ბავშვი ვიყავი და ვერც ვიაზრებდი რა მოხდა, მაგრამ მერე უკვე რო გარდამეცვალა ახლობელი ბიძაშვილი მაგალითად, ხო? რა გავაკეთე, როგორც ამ შოკმა და ამ ტირილმა გადამიარა მის გასვენების დღეს შევარდი სახლში, როგორც დავკრძალეთ და ავანთე სანთელი, მუხლის ჩოქებზე დავარდი და ველაპარაკებოდი, სულს ველაპარაკებოდი, რომ ჩემო ბიძაშვილო, წადი სინათლისკენ, მიყვარხარ, წადი სინათლისკენ იარე, ჩემი ბიძაშვილის სულო, ხას არ ვამბობ, ხო? ანუ იმიტომ რომ სული არის არეული, დაბნეული და ასე შემდეგ, ხო? და ზოგიერთი სული იჭედება ხალხო, იჭედება და სიკვდილსაც გააჩნია რა, როგორ გარდაიცვლება. ამიტომ რაც როგორც შეგიძლიათ ყველანაირი რესურსით, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია რა, რას აკეთებენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, საკურთხი მგონი საკურთხს აკეთებენ, რაღაც სიკეთებს, თუნდაც სანთელი დაანთეთ, ელაპარაკეთ მის სულს, ილოცეთ, წადით მამაოს ესაუბრეთ, რისიც გწამთ, ვისიც გწამთ, იმას ესაუბრეთ და მოკლედ იზრუნეთ ამ სულზე. ეს სული თქვენ კი ვერ დამგეხმარებათ ვერაფერში, აქეთ სჭირდებათ თქვენი დახმარება და ძალიან გთხოვთ იზრუნეთ მის სულზე. მადლობა მეოთხე ვარიანტის წარმომადგენლებო, სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ვიდეომდე.